თბილისის მერობის კანდიდატი შემოვლით რკინიგზის დაკონსერვებას აპროტესტებს. ნიკა მელია დღეს მოსახლეობასთან ერთად მშენებლობის ადგილზე მივიდა და მათი დოკუმენტი გააცნო, რომლის მიხედვითაც მთავრობამ პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ნიკა მელიას თქმით, 18 თვიანი დაკონსერვება გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს, ვიდრე პროექტის მთლიანად დასრულება. ნაცვლად იმისა, რომ თბილისს უკვე აქ უნდა მიეღო სარკინიგზო ეშელონების მიმოსვლა, ჩვენ მივიღეთ რა, სამწუხაროდ მივიღეთ მთავრობის განკარგულება, რომელიც 26 მარტით არის დათარიღებული, ანუ გუშინ წინ, რის საფუძველზეც უკვე ოფიციალურად დაექვემდებარა კონსერვაციას ეს ობიექტი, ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული ეკონომიკური პროექტი, სადაც 6,000 ადამიანი იყო დასაქმებული და რომელსაც უნდა საცობებისგან ეხსნა დედაქალაქი და ასევე სარკინიგზო ზოლს გარშემო ცხოვრობი მოსახლეობისა უნდა გადაეჭრა ერთხელ და სამუდამოდ საყოფო ცხოვრებო ინფრასტრუქტურული პრობლემები და ეს პროექტი სამწუხაროდ დღეს არის შეჩერებული, რომელზეც 350 მილიონი ლარი არის დახარჯული და სამწუხაროდ ამ პროექტის შეჩერებით შეჩერებულია ქალაქის მომავალი განვითარება. ჩვენ არ მივიჩნევთ სწორად, რომ ეს პროექტი გაჩერდეს, უნდა განხორციელდეს და დამთავრდეს. იმიტომ რომ ან მშენებლობა გვინდა, მშენებლობის დაწყება გვინდა, სახლების აშენება უნდა მოსახლეობას და რომ მივდივართ ნებართვა სარგვაძელებენ შეზღუდვის ზონაშია მოყოლილი და უნდა დამთავრდეს ეს პროექტი, ამხელა ამდენი ფულია დახარჯული და უნდა მორჩეს ეს პროექტი დამთავრდეს, რომ მოგწეს ნებართვა.